ჩალაბას, ასე ჰქვია ახალ კრებულს, რომელიც პოეტ თემურ ჩალაბაშვილისადმი მიძღვნილ ლექსებს აერთიანებს. ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება 29 დეკემბერს. უფრო მეც თუ როგორ შეიქმნა კრებული და რომელი პერიოდის ლექსებს აერთიანებს ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ. შემოგვიერთდნენ წიგნის შემდგენელი რედაქტორი ქალბატონი თამარ შაიშმელაშვილი და პოეტი ბატონი ჯუბა ღებელი. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ. მადლობა სტუმრობისათვის. ქალბატონი თამარ, თავდაპირველად თქვენ მოგმართავთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, პოეტმა თავად გთხოვათ, რომ თქვენ გემუშავათ სწორედ მის კრებულზე. როგორ შეიქმნა ეს მოვიტანე ეს კრებული? ჩალაბა სასიგნალო ეგზემპლარი არის. სტამბიდან გუშინ გამოვიტანეთ. სულ ახალია. დიახ, სულ ახალი არის. ცხელი. აი რა კარგი ფოტოები. ძალიან კი მხატვრებიც არიან, ვინც დახატა თემურის პორტრეტი. სიცოცხლეშივე უნდოდა თემურის, რომ გამოეცა ეს მიძღვნითი ლექსების კრებული. მან გთხოვა ჩვენ, რომ აი სამეგობროს, ვინც ახლოს ვიყავით მასთან, რომ შეგვეგროვებინა მიძღვნითი ლექსები და 75 წლის როცა გავხდებიო, ძალიან მინდა, აი ძალიანო, რომ ეს კრებული იყოსო და სამწუხაროდ ვერ მოესწრო და რაღაც აი ანდერძივით დარჩა ეს დანაბარები და არ მასვენებდა აი არა და სულ ფიქრობდი ამაზე რომ ეს საქმე საბოლოოდ დასრულებულიყო და წიგნი გამოსულიყო და ოჯახთან ერთად, მის შვილებთან ერთად, მეგობრებთან ერთად ანუ ოთარ ფალიანსაც უთხრა, ედუარდ უგულავასაც უთხრა მე როგორც გავიგე და თვითონ თავისი ხელით ის ფურცელი შენახული მაქვს თავისი ხელით დაწერილი, სადაც არის ჩამოწერილი ეს პოეტის გვარები. ანუ ვისაც აქვს მიძღვნითი ლექსები. ნუ რა თქმა უნდა, ფიქრობდით რომ ცოცხალი იქნებოდა და გამოვიდოდა ეს კრებული, მაგრამ მე როცა გარდაიცვალა, უკვე ძალიან ბევრი ლექსი დაიწერა, უკვე გარდაცვალების შემდეგ, თემურის გარდაცვალების შემდეგ და ამ კრებულში გაერთიანდა როგორც ადრინდელი, ანუ სიცოცხლეში მიძღვნითი ლექსები, ასევე უკვე გარდაცვალების შემდგომი ლექსები. თვითონ ძალიან უყვარდა მიძღვნები, აი რომ გადაავლოთ თვალი მის პოეზიას, უცებ რაღაცა მომენტს დაიჭერდა, რაღაცა ლამას წუთს და იმაზე უკვე ლექსს ააგებდა. მამაზე ვთქვათ, როგორი მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით, შვილებზე, მეგობრებზე, აი ეს პატარ-პატარა აი ამ საოცარ დეტალებზე იქნებოდა მისი აი ეს მისი მთელი შემოქმედება და თავის ძალსაც კი თვითონაც ძალს თარაშს მიუძღვნა ლუკას რომ იცოდეო რომ ეგ სახელი და არ დაცოტავდეო საქართველოს რუკასავით ანუ ლუკა და რუკა პირველი მეგობრებმა გამოკვირვა გადავშალე და დიდებული ჩვენი ქართველი პოეტის მიხეილ ფლიუდის ლექსია და ესე იწყება პოეტებიდან მე მეგობრობ მარტო თემურთან გამიხარდა პირველი და გამიკვირდა რომ პოეტებიდან თან მე გაგიძა ძალიან კაი ლექსია რავი ნარკოს მეგობარი თემურის გარდა მაგრამ ცხოვრება ამ ბოლო დროს გაუგემურდა აბა რა გითხრა ლექსის წერის ამიხდა მოდა ისეთია რაღაცა ცოტა გამიკვირდა და ჯერ გამიხრდა და გამიკვირდა რომ თურმე ესე იგი ბატონი მიხეილი არც ვერ პოეტთან მეგობრობდა არა დიახ ეგ ძალიან კარგი ლექსია ჩაკეტილი იყო თვითონ მიხეილი იმიტომ რომ სეთან დაბრუნებული იყო ბევრთან არ მეგობრობდა და ეს არაჩვეულებრივი ადამიანი შესანიშნავი პოეტი დიახ არ გამიყვო იგი მედი ჩალობა შვილო სიკვდილო ჯერ მაინც არ ვეპერებ თოთას გაცლი მართალი სიტყვა არ მომაკლო არ მომაშიო შენსავი წერა სატანილი მელექსე კაცი ესე კი საოცარი მეგობრობა ქონდა თემური თვითონ ყვებოდა ხოლმე როგორ ხდებოდნენ ერთმანეთს ნუ როგორ კეიფობდნენ რა ვიცი მე მაინც გონია შეიძლება ჩემი მოსაზრება იმიტომ რომ ეს ვიცნობდი ბატონ თემურს და სულ რაღაცა თბილად ხდებოდით ხოლმე ერთმანეთს და ცხადია ის ხალხი ვინც უწმის აქ ბატონ თემურს ლექსებს და ესეთ სიტყვებს მე მგონი ეს თემურის პიროვნებიდან გამომდინარე იყო ალბათ ისე იყო ყველასთან იყო ძალიან თბილი ძალიან მეგობრული ძალიან მოსიყვარულე უბრალო ჩვეულებრივი და მის ლექსებში ეს იგრძნობოდა ალბათ ეს დამოკიდებულება გადმოსული მე ამ ლექსებში კი, რა თქმა უნდა, სულ სხვა პიროვნება იყო, განსაკუთრებული შარმი ქონდა ისეთი, რომ ყველა თაობას აერთიანებდა და მე დავწერე ერთხელ, რომ როგორც ლევან გოთუ ამბობდა, რომ სამდროში უნდა იცხოვრო, თემურიც მეთქი თავის სამშობლოს სამდროში დაატარებდა წარსულში, აწყოსა და მომავალში. და რაღაცა მისაბაძი პიროვნებაც იყო, აი ახალგაზრდა პოეტების გასმენია, რომ აი თქვენთან რომ მოდის თემურ ჩალაბაშვილი, ის შემხვდა და ისე უხაროდათ, რაღაცა ორ სიტყვას რო ეტყოდა.
და სამწუხაროდ დღეს არ არიან ესეთი ბევრი იგივე მწერლობაშიც მაშინ სხვა ურთიერთობები იყო რაღაცა თაობები ხიდივით იყო რა აი ამ თაობებს შორის და ამ მიზღით ლექსებშიც ეს იგრძნობა წიგნი კულტურის სამინისტრომ დააფინანსა და ძალიან კარგია მისასალმებელია ნამდვილად ეს პროექტზე მუშაობდა ია ბედოიძე, ფოტოების ავტორია დინო გეთიაშვილი, დიზაინერი ნიკოლოზ დადიანი, დამკაბადონებელი თამარ ტყაბლაძე. მინდა რომ ესენიც დავასახელო და მხატვრები, ანუ ფერადი ფოტოები არის ჩალაბას პორტრეტებზე ვინც იმუშავა მამა მირამ ფალიანის, კოტე ლონდარიძის, ივანე კეზუას, გელა მიდელაშვილი, შალვა მატუაშვილის, გურამ პაპინაშვილის, იოსებ ჯანგირაშვილის და თენგიზ კიკალიშვილის. როდიდან თქვენ ვთქვით რომ ახლახანს ფაქტობრივად პირდაპირ აი ცხელი წიგნია შეიძლება ვთქვათ. როდიდან შესაძლებელი იქნება უკვე რომ საზოგადოება მოцихილოს შეიძინოს გადახედოს. თვითონ 29-ში ხელმისაწვდომი იქნება. დიახ. 29-ში ეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიდ საგამოფენო დარბაზში. ბატონ ჯუბა, თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ, როდიდან იცნობდით ბატონ თემურს, როგორი ურთიერთობა გქონდათ, მეგობრული დარწმუნებული ვარ. როგორ გაიხსენებთ მას? ზოგადად თემურის მთელი ცხოვრება ვიცნობდი და არც კი ვიცი მის გარეშე როგორ შეიძლება იყო ადამიანი ამ პოეტურ სივრცეში. აი ეს წიგნი, მისი ბოლოს გამოცემული წიგნი, მისადმი ძღვილი აი ერთი ლექსი რომელიც ახასიათებს მას. ყველა მიყვარდა და თურმე ჩემგან ყველას თავისი წილი მიჰქონდა ასე ნენელა ჩემი ცხოვრება დავანაწილეს ტრიქონად. მართალი თქვა თამარმა უშრველი ადამიანი იყო და დღეს აი თუ ქართულ პოეზიაში ვინმე ახალგაზრდა თაობა არის არ არსებობს რომ მის ოჯახში არ გამოვიდა მისი გაზრდილი არ იყოს. მისი ლამაზი ხელი არ მოფერებოდა. სასწაული პიროვნება იყო, აი გულში ჩაგიკრავდათ, ჩაკიდებდათ მაჯაზე ხეს და ესე გულში მიკროლიც დაყავდით. ძალიან დიდი ადამიანი დაგვეკვირდა ჩვენ აი სამწუხაროდ გარდაცვალების წინა დღეს მე მომიწია უცხოეთში წასვამ და შევარბინე ვნახავ მეთქი მაშინ ცუდად იყო მაგრამ არავინ არ ველოდეთ ესე დასასრულს აი ეს ლამაზი ალამი მისა აჩუქეს მას და გამოიტანა და მე რაღაც მინდაო და რას ამბობ მეთქი რას ქვია რაღაც მინდა და მაჩუქა ჩემს საყვარელ ჯუბიკოს შენი თემური ჩალაბაო სასწაული ადამიანი იყო კიდევ ამბობ რომ თუ ვინმე დღეს ქართულ პოეზიაში რამეს მე ვეწარმომიდგენ აი მე ოთახიან ბინაში ფაქტიურად ერთი დიდი ოთახი ქონდა სადაც სავსე ქონდა აი ძველებური ჯანჭურჭელით რომელიც აი აქედან რო გაქონდა თურქეთში ის ყიდულობდა და აქეთ შემოქონდა და იმის ნაცვლად რო ოჯახისთვის რაღაც ეყიდა აი ძველებური ჩაიდნები და დოქები და ესენი მოქონდა და სავსე აქ ეს მთელი მუზეუმია მისი სახლი და წესით მუზეუმადაც უნდა გადაკეთდეს საბოლოოდ მისი ის მე ჩვენ მეგობრები რასაც რიში სურვილიც გვაქვს და ალბათ რასაც ალბათ გავაკეთებთ მისი მთელი თბილისი იყო მისი ადგილსამყოფელი მაგრამ მაინც იმ ლონდონის ბაღი რომელსაც ქვია მაინც სულ იქ იყო ხოლმე ამ ლონდონის ბაღში და ბუნებრივია ახლა ლონდონის ბაღი შეიძლება მაინდამაინც ვერ გადაერქვას მისი სახელი მაგრამ იქ რომ მისი ბიუსტი დაიდგას ეს მე მგონი შესაძლებელია ეს და ჩვენ ვთხოვთ კულტურის სამინისტროს და მე ესაც რომ ამის განხორციელებაში მოგეხმარონ მე ერთ ლექსს ავიკითხავ რომელიც მიუძღვენი უკვე შემდეგ საზოგადოებრივ ყოფნისას ჩალაბას ასე ქვია წიგსაც დაქტორად ჩემი ინიციატივით იყო შერჩეული ეს სახელი და ლექსსაც ჩალაბას ქვია შენით მიყვარდა ვორონცოვი ჩალაბაშვილო შენც მომატყუე ქალდანივით მე დავლიოთ რომ ჩამოხვალო როგორ მინდა ახლა მანდვიყო წამოგაყენო კუბოდან და გადაგასმიო მე შენს გეტას უთხარ რომ არ დაგილევია თუმცა ამ დროში ფხიზდად ყოფნაც რარი გძნელია წახვალ დაგხვდება შენი ღმერთი შენი ელია სხვებიც გელიან პარნასელო სხვებიც გელიან სხვა რაღა გინდათ პოეზიის ანდებს მოცარტებს ყაწებს გამოცდით ოლიმპოს მთას მოიცოტა შეატორტმანებთ ცოტა ზედაში დაგვიტოვეთ ოღონდ ცოტა ჩვენც რომ სისხლისფერი შეურიოთ ლექსის ოქტავებს ნაბახუსევზე დადგებოდი ხელში ჭიქით და გალაქტიონის ხით სუცქედი მშრალი ხიდიდან გეუბნებოდი ცოტა უნდა ლუკმაც მიირთვა გადაკრავდი და რისი ლუკმა რისი ჭიხირთმა ჩაისუნთქავდი ღრმად ჰაერს და დაღლილ თვალებით მოატარებდი მზერას ზეცას შენამთვრალები არ ვემალებით იცი სიკვდილს ლექსის კაცები რა კაცები ვართ თუ მოვა და დავემალებით არჩვაძესავით ხომ გაღყევი სიკვდილის ჩალაბ შენს ალბათ ნახავდი ფიროსმას და ვანო მაჩაბელს
ნიკოს უთხარი რომ მაოგე ოქროს ასახლე დამთა წმინდაზე უსხეულო და საფლავე ჩვენის ლექსები როგორც ვენახს ყურძნის მტევნები ნეტა ვიცოდე მაგ კუბოში როგორ ეტევი გაგაქროლებენ საიქიოს ზანტიეტლები არ მემეტები ცივ მიწისთვის არ მემეტები ჩვენის ლექსები ექსიკვდილით ჩვენის ძმობილო ნეტა ვექშენი ცივი კუბო გამათბობინა რა სიკვდილი როცა ხორჩი სულით ცოდვილობს გარდაცვალება პოეტისთვის მხოლოდ ხობია და თითქმის არასოდეს არ ფიქრობდა სიკვდილზე მაგრამ იმდენად გაშინაურებული იყო აქვს ერთი ესეთი ლექსი მოვა სიკვდილიო ხელი მოვა და შემომაკვდებაო და მართლაც სიკვდილის ერთმანეთს კი არ შემოაკვდნენ ისინი ერთმანეთში განივცდნენ განხორციელებდნენ და არ არსებობს პოეტისთვის სიკვდილი ის დამკვიდრებულია მარადიუს ასუფევაში და აკადემიის ხსოვნას. ჩვენ მის პიროვნულ თვისებებზე საუბრობთ ცხადია ერთხელ გვისაუბრია და ორივე მაგნიშნეთ რომ ახალგაზრდებთან ახალგაზრდული იყო მეგობრობა ყველასთან უბრალო იყო აი როგორც პოეტი თქვენ მინდა გითხოთ აი რა არის თემურის განსაკუთრებული ხელთლა განსაკუთრებული თვისება რომ ესეთი ყველასთან მიდის აი რაღაცა განსაკუთრებული ის არ ჭირდება ფიქრი ხო რაღაც გულზე ხვდება ყველას გამაერთიანებელია იცით რა საერთოდ უბრალოდ და თბილია კი აი ყოველთვის ამბობდა რომ არ უყვარდა ნაძალადები ლექსები აი ლექსიო უცებ უნდა წამოვიდესო და უცებ უნდა დაწეროსო დაიწეროსო რა აი ხარზე რომ დაგაჯდებაო რაღაცა და გათქმევნებს და დაგაწერივნებსო და თვითონაც ზუსტად ესე წერდა აი იმ განწყობის მიხედვით და იმიტომ არის ეს ლექსები ძალიან ნამდვილი ძალიან გულწრფელი და მართლა პოეტის დაწერილი და არა ნაწალები და რაღაცა 1000 ისეთი რთული და ისეთი სიტყვებით დაწერილი და თანაც აი ერთ ლექსში ამბობს რომ მე ჩუღურეთის წვიმა მასველებს დამშრალი ხიდით სახში ბრუნდებიო ამაზე თვითონაც იხსენებდა რომ ერთხელაც მოვდიოდიო ესე ხიდზეო და ჯიბეშიო რაღაც მინდოდა მეყიდა ოჯახისთვისო და ფული არ მედო და ვიღაც ქალბატონმა ჩამიარაო რა ესე ჩამიარაო და ეს სტრიქონი წაიკითხაო და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო მაშინო რა და მართლაც თანხას მერჩივნო დიახ თვითონ ისე იცხოვრა რომ სამშობლოზე მდიდარი და ბედნიერი არ ყოფილა იგი და დაცოტავებული სამშობლო აქვს მას თავის ლექსებში ეს სტრიქონი და აი ამ დაცოტავებული სამშობლოს ბედისწერა დაჰყვა მას და ასე იცხოვრა. გითხავთ თქვენს. დიახ, უბრალოდ მინდა გავიხსენო, რომ პატროობდა იგი აი ამ პოეტებს. როგორ უპატრონა ნაზი კილასონიას, როგორ უპატრონა მედია კახიძეს, აი ჯუბა ვიყავით ჩვენ მაშინ მედია კახიძის ფერფელი ჩამოასვენეს საქართველოში, გერმანიაში გარდაიცვალა და ის ფერფელი აი პატარა იმით ჩამოვიდა და იქ იყო, მაშინ ვიდეოც ჩავწერეთ თემურის გამოსვლაც გვაქვს. როგორ ამბობდა რომ პოეტი თვითონვე აუცნაურებსო თავისი დაბადების და გარდაცვალების თარიღებსო და როგორ აი ბოლომდე პატრონობდა მარია აბრამიშვილზე გვიყვებოდა ხოლმე ისტორიას ეს რეპრესირებული ქალბატონი არაჩვეულებრივი პოეტი რომელსაც პირადად არ იცნობდა თემური და ერთხელ წავიკითხე ლექსი ნაზი კილასონიაზეო. ნაზის კილასონიას ორი ბიჭი გარდაეცვალა და მე ისიც გარდაიცვალა და მარის ლექსი მომხდაო და იმდენად შემძრამ ლექსმა რომ დაურეკეო და მინდაო ქალბატონო მარი რომ გრახოთო და არაო უარი მითხრაო რომ შენო ახლა ისეთიო ლამაზიო ახალგაზრდა ბიჭი ხარო და მე ჩემი ნახავ არ მინდაო რომ ნახო ესეთიო რა უკვე ასაკოვანი ვარო და უარი უთხრა ნახვაზე და კიდევ უფრო დამაინტერესაო და ერთ დღესაც მივდივარო ქუჩაშიო და უზარმაზარი იასამნის ტოტები დავინახე ისო სხვანაირი სინათლეს ასხივებდა ეს იასამნებიო და ვიყიდეო და დაურეკეო რომ ძალიან მინდაო რომ ეს იასამნები მოგართვათო და არაო მითხრა კიდევ უარი მითხრაო და მე შვილი მოვიდაო და იმ შვილს გავატანეო და გავიდა რამდენიმე დღე და მირეკავს მარია აბრამიშვილი და დაუწერია ლექსი. აი ეს ლექსი არის შესული და მე უკვე ლექს გაცვლა, ანუ თვითონ თემურმა მიუძღვნა მას ლექსი და ჟურნალ ანეულში დაუბეჭდეთ ჩვენი ჟურნალის ლიტერატურული გაერთიანების წევრი იყო თემური. ახლა მნანობ სადამ ფეხზე ვიდექ და შემეძლო შენი ნახვა ვიდრე ვერ აგნახე მხოლოდ შენი ლექსის სტრიქონებით სული გავიმდიდრე შენ აშენებ სამეგობრო ხიდებს რომ სიცოცხლე სიხარულად ღირდეს ვით გივლია იმავე გზით ვლიდე რასაც თესავ მასვე მოიმკიდე სამადლობას გულში ვეღარ ვიტევ ვაშკაცი ხარ გეტყვი ერთხელ კიდევ
შენგან მოწყვნილ იასამნის ტოტებს ნეტაო ვინმე გულზე დამაყრიდეს ეს ლექსია და მე მიუძღვნა ლექს გაცვლა ხო მარია აბრამიშვილს ამ დროს გაფრენილს ვინ გააჩერებს დროს მომავლის და წარმავალისას პოეტის ასაკს ნუ დამაჯერებთ რა თქმა უნდა მე ქალისას ხოდა ეს ორივე ჩვენ დავბეჭდეთ ანეულში დიახ არა შეუძლებელია ეს იგი ჩვენი დრო იწურება სამწუხაროდ რამის თქმა გნებოდათ თანეთ და შემდგომ კიდევ შევახსენოთ საზოგადოებას სატროდის ხდება შევახსენოთ ანუ რამდენ ჩემი ლექსი მინდოდა წამეკითხა მიწყნა ხო როგორ შეიძლება მაგის გარეშე არ გამოვა კი ეს სიცოცხლეშივე დავწერე და მზით გერგო ესე ქვია მზით გერგო პაპის ხალათი და ფრენა იალაღებზე მზერით ქართულცას კარგავდი, გულით დარდს მიალაღებდი, გავდი ვას, ცრემლით მოლხენილ, სევდათრობიან რთველობას, კაკლის შრიალა ფოთლებით, მითებით ღამის მტევლობავ, ბედსაპრილივით ხატავდი, ვით გაზაფხული მდელოთა, ის ნაღვლიან ნატრათი და ლექსიც რქაწითელობდა, ლექს მტრედის ფრთებზე ეძინა, სამშობლოსავით გულჯავრო, თბილხავერდობის ბედი ღბლავ, გეგუთის მაღალო ჯვარო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რა შეიძლება უთხრათ, რომ ორ შაბათს 7-ის ნახევარზე დიახ საღამოს 7-ის ნახევარზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გუდიაშვილის 7 ნომერში აი ამ კრებულის წარდგენა იქნება მოწვეული იქნებიან ავტორებიც, მწერლები, პოეტები და მობრძანდით ვისაც გექნებათ სურვილი, შესაძლებლობა და დაესწარით. კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ჩვენ საყვარელ პოეტს თემურ ჩალაბაშვილს. მადლობა სტუმრებისთვის, დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. მადლობა თქვენ. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს კიდევ ერთხელ წიგნის შემდგენელი რედაქტორი თამარ ჩაიშმელაშვილი და პოეტი ჯუბა ღებელი იყვნენ ჩვენი სტუმრები თემურ ჩალაბაშვილს ვიხსენებთ და წიგნს რომელიც შედგა მიზნული ლექსებით. დიახ.